მოგესალმებით, ვიფასო მეგობრებო და მსმენელებო. დღეს გთავაზობთ ვიდეო თემით ოქროს გუმბათი გაგრძელებას. სამი მოკლე ვიდეოები დადებულია, ახლა კიდევ მეოთხე ნაწილს. თუ ვერ ჩავედიე, მეხუთე ნაწილიც იქნება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ვიდეოა. ისმაილ პერეზი ახლა მოგიყვებათ პროექტ მანიკენზე და პროექტ ომეგაზე. ეს იყო ოპერაციები ბრიტანელების ხელმძღვანელობით. ისინი იყენებდნენ ცნობიერების კონტროლის ტექნოლოგიებს ამ ოპერაციების დროს, კლონირებას და ჰიბრიდიზაციასაც იყენებდნენ ამ პროექტების ხელობის დროს. ეს ყველაფერი იყო მიმართული ლოიალური აგენტების შესაქმნელად, რომლებიც შეძლებდნენ ემოქმედათ ადამიანურ და არაადამიანურ პირობებში, სხვადასხვა პლანეტებზე და სხვადასხვა განზომილებებში. ასეთი ინსაიდერები, როგორც ჯეიმს კანზბალი, პრინცი ამბობდა და კიდევ ერთი ინსაიდერის სახელი და გვარი თქვა, მაგრამ ვერ გავიგე და ეს ინსაიდერები ამბობდნენ პრინციპზე ამ პროგრამებისა, რომლებშიც იყო ჩართული მიწისქვეშა ღრმადმდებარე მიწისქვეშა ბაზები, მათი ესე იგი ადგილსამყოფელი იყო ეს და აგრეთვე galaktikuri ვაჭრობა მონებით და რაში მდებარეობს ამ პროგრამების საიდუმლოებები. ან შეიძლება ითქვას, რატო იყო ეს პროგრამები გასაიდუმლოებული. ეს პროგრამები იყო გასაიდუმლოებული არა მხოლოდ იმისთვის, რომ ზრუნავდნენ ნაციონალურ უსაფრთხოებაზე, არამედ იმისთვის, რომ მაშინდელ ელიტას შენარჩუნებინათ კონტროლის სტრუქტურა, რადგან კაცობრიობას რომ გაეგო თავისუფალ ენერგიაზე, ვარსკვლავთა საშორისო მოგზაურობებზე და განკურნება ცნობიერებაზე დაყრდნობით და თუ კაცობრიობა დედამიწის კაცობრიობა გაიგებდა ჩვენ galaktikურ წარმოშობაზე, რომელიც მე გახსნით ჩემს ავტორო ნამუშევარში ისმაილ გულისხმობს წინს ჩვენი კოსმოსური წარმოშობა. ეს ყველაფერი რომ გაეგო იმ პერიოდის დედამიწელებს, ეს ყველაფერი ჩაუშლიდა ამ ელიტას და მათ ვინც ხელმძღვანელობდნენ და მმართველობდნენ, ესე იგი უბრალოდ სიხმსრეულ მთავრობას, რომელიც მართავდა როგორც მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, არა ლიდერები ქვეყნებისა, არამედ მართავდა ის და ეს ლიდერები იყვნენ მხოლოდ პეშკები ამ შახმატურ თამაშში, შახმატურ სულებში. ეს ჩაფუშავდა მათ გეგმებს ახალი სამყაროს წყობის შექმნაზე საბედნიეროდ. ეს ყველაფერი ახლა ამჟამად არ კეთდება და ვერ შეასრულებენ ამას ყველაფერს. ამის გარდა პოლიტიკური, რელიგიური, ეს მსოფლიოს, მე გულისხმობ მთელი დედამიწის მსოფლიოს პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური სისტემები ერთ საათში დაიშლებოდა, დაინგრეოდა, რომ გაეგოთ მაშინ კაცობრიობას ამის შესახებ და რომ კაცობრიობას გაეგო ჩვენ galaktikურ წარმოშობაზე სიმართლე, რომ გაეგო განკურნების მეთოდებზე, ვარსკვლავთაშორისო მოგზაურობებზე, თავისუფალ ენერგიაზე, ცნობიერებას დაყრდნობით განკურნებაზე, სოფლიო ეკონომიკური, რელიგიური, პოლიტიკური, როგორც ხო პერესმა დაინგრეოდა. და ეს იყო მიზეზები, თუ რის გამო გვიმალავდნენ ჩვენ ჭეშმარიტებას, სიმართლეს. ამაზე ყველაფერზე თან ეს ხდებოდა ხანძლივი პერიოდის განმავლობაში. ელიტას ეშინოდა, რომ ეს იქნებოდა გასაჯაროვებული, რადგან
ეს ნიშნავდა, რომ ერთვენიერ დღეს დადგებოდა დასასრული მათი ხელისუფლებისა. და ახლა ეს ასე ვთქვათ, განთავისუფლება ასეთი ინფორმაციის ხდება ალიანსის დამსახურებით. ადრე ინფორმატორები ვერაფერს ვერ ამბობდნენ, იძულებული იყვნენ, გაჩვენებული იყვნენ, საბუთები იყო განადგურებული, ინსაიდერები კი დისკრედიტირებული იყვნენ და ჩვენ საბედნიეროდ ახლა ვუახლოვდებით ამ ინფორმაციის გახსნას. მონტოკი იყო შექმნილი BBS-ის ბაზაზე, ესე იგი ამერიკის სამხედრო ძალების ბაზაზე. შეიძლება ითქვას ნიუ-იორკში, ავიაბაზა მონტოკზე, ოღონდ მიწისქვეშა ტერიტორიებზე, დარაზე და ტერიტორიაზე, ზედა ტერიტორიაზე მუშაობდა ჩვეულებრივი აეროდრომი, უბრალოდ ფუნქციონირებდა ჩვეულებრივი აეროდრომი და ეს პროექტი იყო ფილადელფიური ექსპერიმენტის გაგრძელება, რომელიც იყო მიზანმიმართული სივრცეთა შორისო კარიბჭეების შესასწავლად, დროში მოგზაურობა, შეიცავდა ექსპერიმენტებს ცნობიერებაზე კონტროლისა, არაადამიანური ინტელექტთან კონტაქტზე, იყო აგრეთვე ექსპერიმენტები ჩატარებული და ეს კეთდებოდა სიხში რეების მანიპულაციის მეშვეობით და ბევრი ამტკიცებდა, რომ მონტოკი გახდა დროებითი ხაზების შექმნის ცენტრი. დიახ, ეს სიმართლეა, ამბობს ისმაილ პერესი. ეს იყო დიდი ადრონული კოლაიდერის შექმნამდე და შეიძლება ითქვას, რომ სამრეწველო კომპლექსი, რომელიც კონტროლდებოდა ჩრდილოვანი სახელმწიფოს მიერ და ეს სიღრმისეული მთავრობა კონტროლდებოდა თავის მხრივ დრაკო და რუხების მიერ. ესე იგი, თუ ჩვენ მაგალითად ჩვენ ქვეყნებს, რამდენიც არის ქვეყანა, მე ვარაუდობ, რომ მე იმ ქვეყნებსაც ვეჭვობ, რომლებიც არაა განვითარებული და იმ პერიოდში მით უმეტეს არ იყვნენ განვითარებული, გასავითარებელ პერიოდულ გზაზე იდგნენ და ლიდერები, რომლებიც ყავდა ამ ჩვენ ქვეყნებს, იმართებოდა, ჩვენ ხო გონიათ, რომ ჩვენ გვყავს სახელმწიფო, რომელიც მართავს, მაგალითად ჩვენ საქართველოს, ხო? სინამდვილეში ლიდერები იმართებოდნენ უпроსტად იმ პერიოდში ზევიდან, ეს ლიდერები, ქვეყნის ლიდერები, ჩრდილოვანი სახელმწიფოს მიერ და მათ შორის ეს ჩრდილოვანი სახელმწიფო იმართებოდა დრაკო და რუხების მიერ. ესე იგი, პირამიდას ხედავთ, ხო? აქ ჩანს პირამიდა. ზევით დრაკონელები, რუხები, ქვევით ჩრდილოვანი სახელმწიფო, ქვევით კი, მის ქვევით ქვეყნების, დედამიწის ქვეყნები თავისი ლიდერებით. და ისინი უყვექვნიდნენ ხელოვნურ დროის ხაზებს მონტოკის დახმარებით. და ამიტომ ნიკოლა ტესლა და ჯონ ტრამპი დახმარებით ეს უნდა გამოსწორებულიყო კლონი ბობების დახმარებით. ესე იგი, კლონები ორეულების დახმარებით. ეს კიდევ ერთი ნივთია, რომლის დაკავშირებულია ბიზნეს პროექტთან მონტოკთან. ამ კლონები ბობების ჩართვა. ჰიბრიდული პროგრამები აგრეთვე იყო დაკავშირებული რუხებთან და რეპტილოიდურ რასებთან. ახლა ცოტას მოგიყვები რუხ უცხოპლანეტელებზე. ეს რუხი უცხოპლანეტელები ყოველთვის იყვნენ ამ რეპტილოიდების მსახურეები. რეპტილოიდები მართავდნენ რუხებს როგორც რობოტებს. კარგი, მოდით ახლა ვისაუბროთ პროექტ მანიკენზე და პროექტ ომეგაზე. თქვენ ხართ ზად ამას მოусმინოთ. ეს იყო ოპერაციები ბრიტანელების ხელმძღვანელობის ქვეშ, რომლებიც იყენებდნენ ცნობიერების გაკონტროლებას, უпроსტად ცნობიერების კონტროლს. მე ცოტა ჩქარა ვლაპარაკობ. ცნობიერების კონტროლს, ტრამატულ პროგრამირებას, კლონირებას
და ჰიბრიდიზაციას. და როგორც წინა თქვა პერესმა, ისინი ეს ყველაფერი იყო იმისთვის, რომ შეექმნათ ლოიალური აგენტები, რომლებიც ივარგებდნენ ადამიანური პირობებში. ხო, ახლა შეიძლება ვერ გაიგოთ. ადამიანური და არადამიანური პირობებში. და ჩვენ ვახლოვდებითო, როგორც გითხარით, ამ ინფორმაციის გახსნას და ის დროის ხათები, რომელიც იყო შექმნილი მონტოქში და ანდროიდული კოლაიდერი იყო შეჩერებული ნიკოლა ტესლას დახმარებით, დამსახურებით და ჯონი ტრამპის დახმარებით. ჩვენ ახლა ცხოვრობთ გამოცხადების ეპოქაში, რომელიც აგრეთვე ნიშნავს აპოკალიფსის. ბიბლიის ბოლო წიგნი გამოცხადება წყულად არ არის მასე წოდებული. ეს არ არის სამყაროს დასასრული. ეს ნიშნავს ინფორმაციის გახსნას და ცოდნის გახსნას, რომლებიც დამალული იყო ჩვენგან საუკუნეების განმავლობაში, შეიძლება 1000 წლეულობის განმავლობაში. ესე იგი, იმის მიხედვით, როგორ ემთხვევა ერთმანეთს მზის ციკლები და ენერგეტიკული რყევები და გალაქტიკური ძალები, ესე იგი, ცალკე წასული, ცალკე საერთო ცივილიზაციებს გამოყოფილი ცივილიზაციების ეპოქა მოდის უახლოვდება დასასრულს. პლანეტარული ახმავლობის ეპოქა კი იწყება. მე შემიძლია ვთქვა, რომ დაიწყო. ამ ტექნოლოგიების და მასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის გახსნა გადაუვალია და დაგეგმილია ზევიდა ამის გახსნა. მოდით ვისაუბროთ ილონ მასკზე. ჩვენ გაგვიგონია, უბრალოდ ალბათ თქვენ გაიგეთო, ჩვენ გავიგეთო, რომ ის წავიდა ჯოუდიდან. სიმართლეა თუ არა ეს? ეს სიმართლე არა, მათ რა იქნება შემდეგ. ბოლო დროს დადიოდა ჭორები ილონ მასკის ამ მის დოუჯიასთან კონტაქტებზე, ურთიერთობაზე. მასკის დუმილი დოუჯსთან დაკავშირებით ხალხში გამოიწვია არასწორი ჭორები, მაგრამ ვინც ვალყურს ადევნებს ილონ მასკის პროექტებს, სტრატეგიას, მიხვდება, რომ ის დოუჯიდან არ წასულა. მან უბრალოდ აიღო პაუზა, დიდი პაუზა. მან ამის შესახებ ახსენა ოვალურ კაბინეტში, მაპატიეთ, მან ამის შესახებ ახსენა ოვალურ კაბინეტში, როდის ატარდა ინტერვიუს ჟურნალისტებს ტრამპის დასწრებით. კულისების მიღმა ხდება რაღაც ჩაფიქრებული, დაგეგმილი. მასში მონაწილეობენ დოუჯი, სტარლინგი, ამერიკის კოსმოსური ძალები და სკოორდინირებული მოქმედები და სკოორდინირებული ესე იგი სტრუქტურა გლობალისტების განადგურების მიზნით, რომლებიც არიან ჩამჯდარი ღრმად ამ სტრუქტურებში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სიღრმისეულ მთავრობას. ილონ მასკმა დროებით მიატოვა საუბარი დოუჯზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ვარ ითქვა პროექტზე. ხო, არა, ვერ ვხედავ ახლა თან ძემ მაცხურებს და ჩართულია თუ რა მაპატიეთ. უბრალოდ ხდებაო გადაადგილება. მასკი ახდენს თავის საჯარო გადანაწილებას, თან ახდენს ინტეგრაციას დოუჯში მომავალ ფინანსურ სისტემაში, რომელიც დაფუძნებულია გამჭირვობაზე, დეცენტრალიზაციაზე და ციფრულ სუვერენიტეტზე. დოუჯი, რომელიც ადრე ითვლებოდა უსარგებლო მონეტად, გახდა დანგრევის ინსტრუმენტი, გახდა ტროიანის ცხენი ციფრულ ეკონომიკაში. მათთვის, ვინც არის ის, თუ რას ნიშნავს დოუჯი, გონიათ, რომ ეს არის სამთავრობო დეპარტამენტის შემოგლებებისა შემცირება, SMI, ფინანსური ელიტა და კორუმპირებული ინსტიტუტები, უკუაგდეს დოუჯი
რადგან მათ ვერ გაიგეს, რომ ეს დოუჯი გამოიყენება როგორც საშუალება ცენტრალიზებული ხელისუფლების თესვის გამოთხრისთვის, მასკის დოუჯთან კავშირი არც არ იყო დაკავშირებული ფინანსურ სარგებელთან. მასკი ყოველთვის ისწრაფოდა იმისკენ, რომ მასებს, ესე იგი ხალხს გაიგოთ სიმართლე. მათი ტვიტი და მოქმედები ბაზარზე აიძულეს მთელი შთამომავლობას ეჭვშეპაროდა ცენტრალიზებული ბანკების კონტროლზე და მათი თემებთან. სტრატეგიული უკუნცვლა მასკის ეს არ არის წაგება, ეს არ არის წაგების ნიშანი, ეს არის უბრალოდ ქარიშხლის წინა მდგომარეობა. დაჯიკოების როლი კორუფციის გამოაშკარავებაში ეს არის მხოლოდ საწყისი. მასკი და მისი მოკავშირეების კულისებს მიღმა დაჯიკოენების მოძრაობაში გამოიკვლეს ფინანსური მახინაციები, ინსაიდური ვაჭრობა და სხვა დანაშაულებები, რომელსაც ჩადიან ბევრი ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობდნენ დაჯიკოენის განადგურებას, ბლოკჩეინის ანალიზი და შიდა გაჟონვა, გამოიკვლიეს ქსელები, სადაც ხდებოდა ფულის გამორეცხვა, ფულის გათეთრება მაპატიეთ, სადაც ხდებოდა ფულის გათეთრება, ფასეთა მანიპულაცია და კავშირები კორუმპირებული ფინანსური ორგანიზაციების და სპეც სააგენტოების შორის. ეს გამოაშკარავებები არ იგნორირდება, ეს ინფორმაცია ამ გამოაშკარავებებზე გროვდება და დოკუმენტირდება და გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს, სამხედრო რაზვედკას, კოსმოსური ძალებისა. მოცალოდნელია, რომ დაჯიკოენის მიერ შეგროვილი ინფორმაცია დაეხმარება გახდეს ციფრული ეკვივალენტი პანამური დოკუმენტებისა, მაგრამ ამ ეტაპზე ბლოკჩეინის სიზუსტით, მიზარ მისწრაფული სამხედრო მოქმედებებით. არსებობს კავშირი სტარლინგის და კოსმოსური ძალების შორის. ეს ნიშნავს კოსმოსურ კავშირს, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არ შეფასებული ასპექტი ამ ოპერაციებში. ინტეგრაცია სტარლინგი ამერიკის კოსმოსური ძალებით, სტარლინგს, რომელსაც გააჩნია 1000 თანამგზავრი, მიწის ორბიტის სიახლოვეზე, ეს არ არის მხოლოდ გლობალური ინტერპროვაიდერი, ეს არის სუპერ დაცული პლატფორმა ვიდეო კონტროლისთვის და დაკვრებისთვის, კვანტური დაშიფრით, რომელიც წარმოდგენილია სიღრმისეული სახელმწიფოს ინფრასტრუქტურის თავისარიდებისთვის და ცდილობენ ხალხს დაუბრუნონ ციფრული სუვერენიტეტი ამ მოქმედებით. ამგვარად კოსმოსური ძალებთან ერთად მუშაობით სტარლინგი ემზადება ჩართოს კავშირის გათიშვა, დაცული სისტემა რეზერვული კოპირებისა, იმ შემთხვევისთვის, თუ სიღრმისეულმა სახელმწიფომ სცადა გაუშვას კიდევ ერთი გადამთიშველი, არ ვიცი ახლა მე კიდე რომელი სიტყვით შევცვალო, ხარის, როდესაც მას აყენებდნენ ძველად, ახლა არ არის მასეთი შუქის მრიცხველებს ჰქონდათ გადამრთველი, აი სიტყვა. იმ შემთხვევისთვის, თუ სიღრმისეული სახელმწიფო დააყენესო ისევ ახალ გადამრთველს ელექტროდენზე, ან მოინდომებსო ცენზურის გაკონტროლებას. ალიანსის დახმარებით სტარლინგი აგრეთვე ეხმარება გამოავლინოს და თვალყური ადევნოს ოპერაციებს, რომლებიც არის დაკავშირებული კიბერ შპიონაჟთან
დეზინფორმაციის კომპანიით, რომელიც იმართება ხელოვნური ინტელექტით და დამალული, ესე იგი, და კონტროლის დამალული კვანძები, რომელსაც იყენებენ გლობალისტური ელიტა, ეს კვანტურ დონეზე უკვე ჩანს და ამან მოიყვანა 7 უხმაურო ნეიტრალიზაციისკენ არასანქციონირებული კვანძები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისე იგი ეს არასანქციონირებული კვანძები, უბრალოდ არასანქციონირებული კვანძები ხელოვნური ინტელექტის მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნა ნეიტრალიზებული და ეს ისე წყნარად მოახდინეს უხმაუროთ, რომ ბევრს კი არ გაუგია. ამის გარდა თანამგზავრის ქსელი სტარლინგი, უბრალოდ მრავალი თანამგზავრების ქსელები სტარლინგისა იგეგმება მხარდაჭერისთვის ახალი დეცენტრალიზებული ფინანსური სისტემისა, სადაც დოუჯი და სხვა დეცენტრალიზებული ვალუტის ერთეულები გახდებიან მთავარი სავაჭრო ერთეული ფასეულობების გაცვლა-გამოცვლასთან დაკავშირებით, რომლებიც იქნებიან დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკებისგან და მთავრობებისგან, რომლებიც ახდენენ კონტროლს. ეს არის ილონ მასკის მომავალი, ჩვენ ვლაპარაკობთ ილონ მეოცეზე. ყველაფერი წესრიგშია, მე ვახსენე ილონ მეოცე, მე ადრეს ვახსენებდი ილონ მასკს როგორც მეოცესო. არისო 3 ილონ მასკი, ერთი ნახევრად ადამიანია, ნახევრად კიბორგი და ჩამოგავს რობოტს. მეორე ილონ მასკი არის მისი კლონი, დუპლიკატი და კიდევ არის ილონ მეოცე, რომელიც იყო შექმნილი და იყო როგორ გითხრათ, გათანამედროვებული, ესე იგი გაუმჯობესებული ალიანსით ფინჯად პიეტრიში. და ბოლოს დასკვნითი ფაზა, გლობალური გამოაშკარავება და დაშლა სიღრმისეული სახელმწიფოსი. ილონ მასკმა იცის, რომ ის დადებულია რუკაზე, ასე ვთქვათ, რუსულად ჟღერს ილონ მასკმა სტავლინა კარტუ. ესე იგი, როგორც ვაბანკი, ისია ილონ მასკი დადებული. ვაბანკზე მიდის რა ილონ მასკი. ამაგას ნიშნავს, რომ ილონ მასკი მიდის ვაბანკზე. იცით რა, საქმე იმაზე მეტი სერიოზულია, ვიდრე მგონიათ ჩვენ. ზოგიერთ საერთოდ არაფერი გონია. საქმე ძალიან სერიოზულია. ძალიან. უბრალოდ საქმე ძალიან სერიოზულადაა, მაპატიეთ. ძალიან სერიოზულადაა. ილონ მასკი სულელი არა, მან მიხვდა, რომ მას დაუწყებენ დევნას. მან იცოდა, რომ ისინი დაუწყებდნენ ტესლა სადგურებს შეტევას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ ისინი დაიწყებენ ზევი-ზევით სიარულს და ილონ მასკი მიხვდა, ილონ მასკმა იცის, რომ ის გახდება მუჩინიკ. ვერ გავხსენე სიტყვა. როგორც მე მივხვდი, დოუჯი ეს არის ფულადი, ციფრული ფულადი სისტემა, ხო, რომელმაც უნდა შეცვალოს მომავალში ქაღალდის ფული. და მე მგონი, მე ვარაუდობ, რომ ის დღევანდელი ბიტკოინები, ლინკოინები და ასე შემდეგ, ამათ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება კვანტურ ფინანსურ სისტემაში, რადგან იქ შემოიტანებენ თავის ფულს, რომელიც იქნება მყარი, რომელსაც ერთ-ერთი ჰაკერი ვერ გატეხავს და ვერ გადარიცხავს, ახლა დღეს რომ ხდება თანხების მოპარვა ციფრულ სისტემაში, ამას ვერ შეძლებს ვერავინ, რადგან იქ ინტერნეტი იქნება უკვე კვანტური და დაცული. იქ არ იქნება ხელოვნური ინტელექტი. როდესაც დაიწყება შემდეგი ეტაპი, სამყარო მსოფლიო გახდება მოწმე, კორუფციის გაშკარავების მოწმე, ფინანსურ ბაზრებზე, სპეცსაგენტოებში,
სხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში, პოლიტიკურ ინსტიტუტებში ილონ მასკი დაბრუნდება და მან ახსენა ამის შესახებ ოვალურ კაბინეტში 2 დღეს უკანო, ესე იგი, როდესაც ისმაილი წერდა ინგლისურ ენომარ მის ვიდეოს, ის 2 დღე ითვლება, სანამ ის ვიდეოს ჩაწერდა. ახლა უკვე ბევრი დღე იქნება გასული. მაგრამ დრო მიდის და ძველი სამყაროს დანგრევა დაწყებულია. ახლა ისმაილ პერესი პასუხობს კითხვებზე და ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც მას დაუსვეს, სად იმყოფება ახლა ამჟამად კიდობანი. ისმაილი პასუხობს, რომ არსებობსო კიდობანის რამდენიმე ცალი, დიახ, რამდენიმე კიდობანი არსებობს, თურმე ის კავშირი გზადიატა რომ წერია ბიბლიაში, არსებობს რამდენიმე, მეც გამიკვირდა ძალიან, მაგრამ ორიგინალი სად არისო? განლაგებული ამის თქვა მე არ შემიძლია, რადგან არ ვიციო. მაგრამ მე მოგცემთ რომ ინიშნებას იმ პრეზიდენტის სახლშიაო, რომელიც ახლა ფლორიდაში იმყოფებაო და ფებრმა ჩაატარო როგორ თქვა იმ სახლში ობისკი მის სახლში რამდენიმე წლის უკან ეს ის არის ისი თქვა მე შემიძლიაო კითხვა შემდეგი კითხვა დაუსვეს ელექტროდენთან დაკავშირებით და ისმაილ პერესი ამბობს რომ ელექტროდენის გათიშვა შეიძლება მოხდესო ოღონდ არავინ არ იცის ეს როდის მოხდებაო რა დღესო რომც ეს თქონოდა მე როდის მოხდება ეს სადღაც მიახლოებით შეიძლება იქნეს ეს სიგნალე ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ 10 დღე რადა დრო უნდა რომ მინუსიანიდან გადართო პლუსიანზეო მე ვერ აღიხსენე ეს რას ნიშნავს ვინც ელექტროსელთან გაქვთ კავშირები ალბათ გეცოდინებათ ვისაც თქვენი ვისი სამუშაოს დაკავშირებულია ელექტროსელებთან მათ გეცოდინებათ უბრალოდ უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის ეს ინტერნეტი რომა ეს ყველაფერი ამის გადართვა კვანტურ სისტემაზე ამიტომ საჭიროა დროებითი გათიშვა ელექტროდენის არის კოსმოსური პროგრამები კოსმოსური საიდუმლო პროგრამები და არის პროგრამები სუპერჯარისკაცებთან დაკავშირებით პროგრამები სუპერჯარისკაცების შექმნასთან დაკავშირებით აგრეთვე არამიტერი კონტაქტებს და შორის და უბრალოდ არამიტერი კონტაქტების და galaktikuri პროგრამების კონტაქტების შორის სუპერჯარისკაცების შექმნასთან დაკავშირებით ეს ორი სხვა რაღაცაა ბევრი სუპერჯარისკაცი გაიტაცეს ჩემი ლაბორატორიიდან მე მონაწილეობდი პროგრამებში არამიტიერ კონტაქტებთან უბრალოდ ამბობს ისმაილი მე მონაწილეობდიო არამიტიერი კონტაქტებთან პროგრამებში მუშაობდი როგის კონფედერაციაზე რომელიც განლაგებულია ჩვენი სამყაროს საზღვრებს მიღმა არ იყვნენ სამხედროელებით გადასებულები თქვენი დედა იქნებოდა არჩეული მიტოქონდრიების კონცენტრაციის რაოდენობის გამო რომელიც თუ ვილაპარაკებთ ვარსკვლავური ენით უნდა ემშობიარა ბავშვი განვითარებული გენეტიკით ასე რომ ეს არის განყოფილება წყინავი ცოლებისა რომლებიც არიან არამიტიერი კონტაქტების პროგრამის ფარგლებში უარყოფითი ხელოვნური ინტელექტი რომელიც ცდილობს ჩვენ სამყაროში შემოჭრას და რომელიც არის გრევის წყარო კოსმოსში მთლიანობაში ეს იგივეა რასაც ჩვენ ვუწოდებთ ანტიქრისტეს რადგან ხელოვნური ინტელექტი მანქანა იმართება და ცოცხლდება არქონტების ცნობიერებით ასე რომ ეს აცებები არქონტები რომლებიც ავლენენ თავის ძალას ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ასე რომ სიმართლეა როდესაც ამბობენ რომ ხელოვნური ინტელექტი არის სატანა და სატანა და ხელოვნური ინტელექტი უარყოფითი ხელოვნური ინტელექტი და იგივეა ესე იგი სატანა და უარყოფითი ხელოვნური ინტელექტი არის სატანა ვინმე რახენია ეკითხება ისმაილ პერესს მართალიაო რომ ტრამპი კაბალას ჩაბარდაო
ტრამპი ძალიან უცნაურად იქცევაო. ისმაილ პერესი პასუხობს არა, ტრამპი არ ჩაბარდაო კაბალას. კითხვა ლას ვეგასიდან, შეგიძლიათ თუ არა თქვენ გაარკვიოთ, ვინ იყო ენლი და ენრი, როდესაც ენკი გადავიდა სიმღერის ხარეს. ხო, ენკი იყო არაკანონიერი შვილი, ენკი იყო უკანონო შვილი დრაკონიერი დედოფლის. ხო, მე თქვენ გიყვებოდით, ეს კარგად აღხსნილი ბორევის წიგნში, რომელიც მე გადავთარგმნე და აუდიო წიგნის მაგვარად დავდე ჩემ არხზე, როგორც მე თქვენ აგიხსენით და როგორც ახსნილა ბორეევის მიერ. ახლა არ არსებობს შეიძლება ეს დრაკონიერი სისტემა, მაგრამ ადრე არსებობდა ასე. თავში იდგა დედოფალი, მერე მისი და, მერე ქალიშვილი, მისი დები, ქალიშვილის დები და ყველა იყო პრინცესები და ეს დრაკონიერი პრინცესა გააგზავნეს ენკის მამასთან, რომ არ ეხდიდა ხარკს. შეაყვარა თავი, მასთან დაწვა და გააჩინა ენკი. ენკი იყო ნახევრად რეპტილე, ნახევრად ადამიანი. ხო. თუ გინდათ ბევრი რამე გაიგო, მოусმინეთ, ჩემთვის ეს თუ რუსული იცით, უფასო შეიძლება გადმოკავშირო წიგნი. ოღონდ პრილაშენიე რიდერა უნდა ატვირთოთ, რომ რადგან ეს წიგნები, ეს დოკუმენტაცია, თუნდაც დოკუმენტაცია იყოს, ყველაფერი იტვირთება ამ პრილაშენიაზე. რიდერა უფრო სწორად, რიდერა. ხო. ეს რა თქმა უნდა მე წიგნებს ვერ გადმოკავშირდი და საბუთებს ყველა იქ იტვირთება. დიახ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მეხსიერება დაიკავებს ადგილს, ამიტომ ჯერ ერთი წიგნი გადმოტვირთე, წაიკითხე რა გადატერეთ, მერე ტყაშალით შემდეგი წიგნი გადმოტვირთეთ. თუ არა და თუ თქვენი ტელეფონის მეხსიერება იძლევა საშუალებას, შეგიძლიათ რამდენიმე წიგნი გადმოტვირთოთ. და დოკუმენტაცია. ხო, ბორევის წიგნს ქვია მიჭედი. ხო, წიგნს ქვია ქართულად არა რუსულად. ისტორია გუმანოიდных ცივილიზაცий Земли. ქართულად მე ეს წიგნი გადავთარგმნე როგორც დედამიწის ჰუმანოიდური ცივილიზაციის ისტორია. და რუსულად ამ წიგნს ქვია ისტორია гуманоидных циვილიზაცий Земли. ძალიან საინტერესო წიგნია. ეს იყო ეს პერიოდი, როდესაც ენკი გაჩნდა, სანამ გაჩნდებოდა 4 მილიონი წლის უკან. ეს იყო მგონი პირველი ვარსკვლავთა შორის ომამდე და ეს ომი მოხდა აქ პირველი ომი. გალაქტიკათა ვარსკვლავთა შორის პირველი ომი მოხდა ჩვენ დედამიწაზე, ჩვენ სისტემაში, როდესაც დედამიწა ჯერ იყო ტიამატი. ხო, არ ვიცი, მე ამას ვერ აგიხსენე, არ ვიცი ეს რა. დედამიწა თავს საწყისში იყო ტიამატი. ელილი იყო მეორე ვაჟი, მაგრამ ის იყო კანონიერი მემკვიდრე მეფური გალაქტიკური სისხლისა, ანუ ასისისა. სამწუხარო შუმერული ტაბულები გადაყვანილი საჩარია სიტით, სიჩინი იყო გამრუდებული, რომ შეცვლილი, გამრუდებული და ენლი წარადგინეს როგორც ცუდი ბიჭი. და ენკი წარადგინეს როგორც კარგი ბიჭი. ენკი იყო აგრეთვე გველი ედემურ ბაღში. ენკი აგრეთვე იყო ძმობის საზოგადოების შემქმნელი, რომელსაც ეწოდებოდა გველების ძმობა. და ენკი აგრეთვე იყო მიზეზი ატლანტიდის დაცემისა. ენკი იყო მთავარი გენეტიკოსი, რომელმაც აამუშავა ეს გენეტიკური რთულად კონტროლირებადი პროგრამები. ის ქმნიდა მოსებს, რომლებიც იყვნენ, ესე იგი, ღვთაებრივი ადამიანური გენომის ნაწილი და ცდილობდა ადამიანი დაემცირებია ადამიანის გადაჯვარედინებით Homo erectusis გენომთან. და ისმაილი ამბობს, რომ ამ ენკის გამო მოხდაო წარღვნა, რადგან ის ქმნიდა ერთ სიძაგრეს მეორეთი. ესე იგი, ანაცვლებდა ერთმანეთს ამ სიძაგრეებს.
მაგრამ სხვა თარგმნებთან სხვა თარგმნების თანახმად ელილი იყო აგრეთვე ზევსი ბერძნებისთვის. ზევსი კი სხვადასხვა თარგმნასთან დაკავშირებით მაპატიეთ ზევსი კი სხვადასხვა თარგმნებიდან გამომდინარე იყო დამცველი, დედამიწის დამცველი. ელილი იყო ზევსი, ანკი კი პოსეიდონი. ელი იყო გალაქტიკური ოჯახის შთამომავალი, მემკვიდრე, რომლებიც წარმოიშვენ სირიუსიდან და ლირიდან. ენკი იყო ნახევრად სირიელი, უფრო სწორად იყო ნახევრად სირიუსიელი და ნახევრად დრაკონიელი. და ასევე ის იყო არაკანონიერი, დაბადებული არაკანონიერ შვილად. ამიტომ ის თავის ნახევარ ძმასთან და დასთან ერთად სულ ჩხუბობდა და კამათობდა მემკვიდრეობისთვის. ესე იგი, უნდოდა პლანეტაზე უფროსობა. ისმაილ პერესი ამბობს, რომ ჩვენ გვატყუებდნენო ანუნაკეთთან დაკავშირებით. ენდილი ყოველთვის იყო კაცობრიობის ხარეს და იყო მიზეზი თუ რატომ მოაწყო მან წარღვნა. მან მოაწყო წარღვნა, იმიტომ რომ გაინადგურებინა ყველა მონსტრი, ნეფილიმები, რომლებიც შექმნა ენკი. ენკი იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომლებსაც ბიბლიაში იხსენიებენ როგორც ორი დაცემული ანგელოზი, ორი მეტი მაპატიეთ 200 დაცემული ანგელოზი, რომლებსაც ეკრძალებოდათ ინტიმურ კავშირში შესვლა მიწიერ ქალებთან. ხო, ბორევის ჭინგში, როდესაც თარგმნიდი, ამ ნოტაზე დავამთავროთ ვიდეო. იქ უკვე შეკითხვები დაიწყო და თან თავის რეკლამასაც უკეთებს რაღაც პრეპარატებს სვამს. ამიტომ არ დაგჭირდება მეხუთე ნაწილის ჩაწერა. ამ მეოთხე ნაწილით დამთავრდა ეს ვიდეოც. დროებით.